გამარჯობა, არის ერთი თემა, რომელზეც სულ ვფიქრობ, მაგრამ ამაზე ლაპარაკს რაღაცნაირად ვერ იდებოდი, მაგრამ რახან გაიხსნა ხო? დისკუსიები, მეც ვიმტყვი, უბრალოდ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი კომპასი გავასწორო და ზოგადად კომპასები გავასწოროთ, როგორც შეგვიძლია, უნდა წავიდეთ თუ არა ამ ქვეყნიდან, ანუ უნდა გავიქცეთ თუ არა. თუ გვემუქრება საფრთხე. პოლიტიკოსებზე დაიწყო ეს დებატები, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ივანიშვილი დაიჭერს პოლიტიკოსებს, შეაბრუნებს ციხეში, მათ ნაწილს უკვე იყვნენ ციხეში და ეხლა ახალი საბოტაჟის საქმეზე შეაბრუნებს ციხეში და შემხვდა რამდენჯერმე დისკუსია, რომ რა უნდა ქნან, რა ჯობს წავიდნენ ციხეში თუ გაიქცენ ქვეყნიდან. არის ეგეთი მოსაზრება, რომ გარედან უფრო მეც გააკეთებენ, ლაშა ბუყაძის კონდა უფრო რაღაცა დრამატული სტატუსი, რომ ისინი არიან ზვარაკები და ჩვენ სეირის მაყურებლები რაღაცნაირად, მაინც არავინ არ დააფასებს და რატო ვახდენთ წნეხს, რომ არ გაიქცნენ და ციხეში წავიდნენ და ადამიანები ციხესთვის ცოდნი არიან, რაღაც ამ დაგვარი იყო. კიდევ ბევრს ჰქონდა რაღაცა მსგავსი რიტორიკა. რა თქმა უნდა, მე ადამიანურად ძალიან მეწოდება ყველა ციხისთვის და მე არ მინდა რომ პოლიტიკოსები ისხდნენ ციხეში. მაგრამ რამდენიმე რამე უნდა ითქვას ახლა აუცილებლად. მარტო პოლიტიკოსებს არ ემუქრებათ ამ ქვეყანაში ციხე. ციხე ემუქრება ყველას. ამ ქვეყანაში, ჯერჯერობით ქოცებს ნაკლებად მათ ხარ დამჭერებს, მაგრამ მათაც კი ემუქრებათ მალე თუ ესე წავიდეს საქმე, ისინიც შავ დღეში აღმოჩნდებიან, მაგრამ ამ ეტაპზე ციხე გვემუქრება ყველას. პირადად მეც მემუქრება. არც ვიბრანჭები, არც რაღაცა დრამატიზებას ვახდენ, მაგრამ ყველას, ვინც არის მედიაში, ვინც არის NGO-ში, ვინც საერთოდ რამეს აკეთებს, ან შეიძლება არც აკეთებდეს, უბრალოდ არ მოწონდეს ქართული ოცნება, ისეთი კანონებია, რომ ყველას გვემუქრება აბსოლუტურად ციხე. რა არის ივანიშვილის მთავარი ამოცანა და ოცნება, რომ ერთი რომ შეგვაშინოს ხამაზე სულ ლაპარაკობთ, მაგრამ მისთვის ძალიან კომფორტულია, რომ ჩვენ ყველანი წავიდეთ ქვეყნიდან. მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე ეგ არის, მას წინ აქვს რუსეთის და ბელორუსის მაგალითი, რომელიც ყველა ნახეთ, ხო? უმეტესობა რუსეთიდან გაიქცა, ჯერ კიდევ ომამდე, ომის შემდეგ ყველა გაიქცა მოკლედ რა. უბრალოდ შეუძლებელი გახდა დარჩენა და ლუკაშენკოსაც ეგ კომფორტი აქვს, რომ ნელ-ნელა მიდიოდნენ, მერე 20-20-ის მერე საერთოდ ყველა წავიდა, მერე რეიდები იყო ყველგან პარტიებში, რედაქციებში, NGO-ები დიდათ არც იყვნენ ძლიერად, მაგრამ ყველგან მოკლედ რა და გაიქცა ეს ხალხი რა. და ძალიან დიდი კომფორტი აქვს ახლა და ლუკაშენკო ამბობს ხოლმე, რომ ეხლა გიშვებთ კაცო, წადით რა, წადით. რას მიდიხარ ციხეში, წადით. პატიმრებსაც უშვებს ციხიდან, თუ თხოვენ დასავლეთიდან, მაგალითად ტრამპმა გამოაშვებინა, ოღონდ იმ პირობით რომ გავიდნენ ისინი ქვეყნიდან, გაიყვანეს ქვეყნიდან. ეს ძალიან კაი მაგალითი აქვს ივანიშვილს წესრიგის დამყარების ქვეყანაში, რომ ძალიან ბევრი გაიქცა. თავი ამბავი აქ ის კი არ არის გავიქცევით თუ დავრჩებით, ანუ გააჩნია მოკლედ როგორ შევხედავთ, ხო? თუ ჩვენ ვუყურებთ იმ თვალსაზრისით, რომ როგორ გადავირჩინოთ თავი და როგორ კეთილმოვაწყოთ ჩვენი ცხოვრებები, რაც არ არის ცუდი მიზანი, ცუდი ამოცანა, ადამიანს აქვს ამის სურვილი და მისწრაფება მუდმივად. ახლა კარგი დროა, სწორი დროა, ამასთან რაღაცებს ვეძებდი კომპიუტერში და მომიგდო ერთი ამბავი, აი სულ ვიხსენებდი, როდის დაიწყო ამაზე ლაპარაკი. ამაზე არ მილაპარაკე აქამდე, დაახლოებით 2 წლის წინ, ზუსტად ზაფხული იყო, როცა ჩვენმა მეგობრებმა დასავლეთიდან რაღაცა უცნაური შეხვედრა გააკეთეს, უცნაურ შეხვედრაზე ვიყავი, მოკლედ აღმოუჩნდი რა. სადაც შეგვახვედრეს ბელორუსი ჟურნალისტები, გაქცეული ჟურნალისტები, რომლებიც ცხოვრობენ ხა ევროპაში და ისინი გვიყვებოდნენ როგორ გაიქცნენ და რაღაცა ლოჯისტიკურ საკითხებზე გველაპარაკებოდნენ, როგორ მოეწყნენ სხვა ქვეყანაში, არ დავასახელებ და ცოტა გამიკვირდა და რა პუნჩი გველაპარაკებიან თქო ამასთან ჩვენმა მეგობრებმა რატო გადაწყვიტეს რომ ჩვენ ეს დეტალები უნდა ვიცოდეთ და მაინც თუ დაგჭირდეთო რა მომავალშიო. მე ამ ბოლო მაშინ ჯერ კიდევ არც არჩევნები იყო, ბოლო არჩევნები ჩატარებული, იყო ერთი რუსული კანონი რა. და აი ეს მთელი ეს რეპრესიული რაღაცები არ იყო. არ ვიცი, ალბათ ჩვენს მეგობრებს ჰქონდათ იმაზე მეტი ინფორმაცია,
ვიდრე ჩვენ და იცოდნენ მოკლედ აქ რა ხდებოდა და ნუ ესეთი ლაპარაკები იყო რომ თქვენ არ გაგიკვირდეთ რომ ცოტა ხანში აღმოჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში რომ იფიქრეთ მაინც სხვა სცენარზე, ანუ გაქცევის სცენარზე. კობახიძის ვერსიით და ოცნების ვერსიით ხომ დასავლეთი იმას აკეთებს, რომ აი აქ როგორღაცა კაცუკები დააფინანსოს და აქ რევოლუციები მოვაწყოთ, მაგრამ სინამდვილეში დასავლეთმა დიდი ხნის წინ დაინახა, როგორც ჩანს, რომ აქ ბელორუსიზაცია მიდიოდა, დაიწყებოდა მოკლედ ძალიან ინტენსიურად და აფრთხილებდნენ ადამიანებს, რომ ფრთხილად იყავით და იფიქრეთ, როგორ გადაირჩინოთ თავი. მას შემდეგ ესეთი ლაპარაკების მომსწრემები, რადგან ყოფილა ბევრჯერ, არ მინდა ხა დეტალებზე ლაპარაკი, რომ მოგიწევთ, შეიძლება მოგიწიოთ და რა ვიცი, მაინც იფიქრეთ. მე ყოველთვის ამ სცენარს უარყოფდი და ვამბობდი, რომ არ მაინტერესებს. და სანამ შესაძლებელი იქნება, თუნდაც წავიდე ციხეში, მე დავრჩები. ანუ არ ვიპრანჭები ხა მართლა გეუბნებით უბრალოდ რაც არის, იმიტომ რომ მინდა რომ იცოდნენ ეს ადამიანებმა და ეს ცოდნა საჭიროა მე მგონი რა. ანუ მას შემდეგ მე ვუყურებ ეს ბოლო 2 წელია და ბევრი ადამიანი თვალში მომაკლდა. ბევრი წავიდა. ახლა არ არის ცუდი პერიოდი იმისთვის, რომ წახვიდე მართლაც, იმიტომ რომ დაგეხმარებიან. ჩვენი დასავლელი მეგობრები ძირითადად ჰუმანური და ადამიანური და ჰუმანიტარული მოსაზრებებით ხელმძღვანელობენ და ადამიანებს ვისაც საფრთხე ემუქრებათ, ეხმარებიან რომ გავიდნენ ქვეყნიდან. ბევრი იქ იღებენ უკვე გრანტებს და ნუ ვითომ რაღაცებს აკეთებენ რა. მაგრამ ჩემი პოზიცია ყოველთვის არის ეგეთი, რომ მე თუ ამ ქვეყნიდან წავალ, მე ამ ქვეყანას ვერაფერ სარგებელს ვერ მოვუტან. არ ვიცი, არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას კიდევ ამ სწორად გამიგეთ რა. იმიტომ რომ რეჟიმის ერთ-ერთი ხაზი, ფრონტის ხაზი გადის ზუსტად აი ამაზე, რომ ვიღაცები გავიქცეთ აქედან. აი ისეთი აუტანელი ვითარება შექმნან, რომ გავიქცეთ და როცა ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე ბრძოლის სტრატეგიებზე, ტაქტიკებზე, აი რას ვაკეთებს სწორად, რას არ ვაკეთებს სწორად, ხანდახან მოდი შევხედოთ ხოლმე ივანიშვილი რას აკეთებს და იქიდან გამოვიტანოთ დასკვნები, ხო? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? როცა რეჟიმს უნდა რომ ჩვენ აქედან გავიქცეთ, მინიმუმის მაინც ვიცი, რომ მე აქედან არ უნდა გავიქცე. კი, შემიძლია, როგორც ეს რუსი ბლოგერები, ვლოგერები, პოდკასტერები, ისხეთენ მე ევროპულ ქვეყნებში დასავლეთის დახმარებას იღებენ და უყვებიან რუსებს და ბელორუსებს იქიდან, რაც სულად არის საქმე. მე თუ აქედან გავიქცევი და წამოვწვევი რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, რომელიმე დასავლურ გრანტზე და იქიდან მოგიყვებით, როგორც სულად არის თქვენი საქმე. და რაც უნდა ცხოვრობს და იქ რაღაც სიმულაციას გავაკეთებ, რომ მე აი ხო ჟურნალისტურ საქმიანობას ვეწევი და გადავარჩინე ჩემი პროფესია და არაუშავს იქიდან დაგელაპარაკებით იმაზე თქვენ რაც უნდა ხართ აქ, მე არ მექნება ამის მორალური უფლება და ახლავე გეუბნებით თუ დამინახეთ რომელიმე ევროპული ქვეყნიდან ჩართული სადმე თუ გავგიჟდი ეგრე და ჩავერთე სადმე YouTube არხზე და დაგიწყე ჭკუის სწავლება, არ მომისმინოთ, გამორთეთ ეგრევე, იმიტომ რომ ჩვენ თუ ყველა წავედით, აქ ცვლილებები არასოდეს არ იქნება. ყოველთვის როცა ადამიანებთან, უცხოელ მეგობრებთან ვლაპარაკობ ხოლმე ბელორუსზე, საქართველოზე, განვიხილავთ ხოლმე კოლეგებთან, ჟურნალისტებთან ეგეთ თემებს, ყველაზე მეტად მანადგურებს ხოლმე სიტყვა ჯერ. ანუ საქართველო ხო არ არის ბელორუსი, ხო ჯერ. ანუ ჯერ არ არის, მაგრამ ჩვენ თუ იმ სცენარს მივყევით, რაც ივანიშვილმა ბელორუსიდან გადმოაკოპირა და შემოგთავაზა, აუცილებლად იქნება. და ნუ რავინ დაიჯერებს იმას, რომ გარედან მოახდენს ვინმე ცვლილებას, რომელიმე პოლიტიკოსი რო წავა მაგალითად უცხოეთში და კი ბატონო მართლა მეწოდება ციხისთვის ხაზარაძეც, გახარიაც, წავიდნენ მათ არჩიეს, რომ არ უნდათ ციხეში წასვლა. ოკეი, ეს არის ძალიან ლეგიტიმური სურვილი, რომ ადამიანს არ უნდადეს ციხეში წასვლა. გასაგებია, მაგრამ არასოდეს არ დაიჯეროთ, რომ ისინი არიან წასულები და იქიდან საქართველოსთვის რამეს გააკეთებენ. ვერ გააკეთებენ. ასე არ ხდება. თქვათ მივა რომელიმე მათგანი და შეხვდება ევროპარლამენტარებს და მოუყვება აქ რაც უდათ არის საქმე. ჩვენზე კარგად იციან, ჩვენზე ადრე იცოდნენ, ჩვენ რო ბელორუსისკენ და რუსეთისკენ მივდიოდით, ჩვენზე ადრე იცოდნენ ხალხო, გვაფრთხილებდნენ.
და მე მაშინ ბევრისთვის მithქვამს, რომ იცი რა, ნუ გვაპანიკებთ თუ შეიძლება დაგვანებეთ რა თავი რა, ჩვენ საქმეს ჩვენ მივხედავთ. ხო და ბევრმა ისარგებლა, მოდი პირდაპირ ვიტყვი რა, არავის არ განვიკითხავ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ეს, რომ ბევრმა ისარგებლა ამ სიტუაციით და წავიდა და არაფერს საფრთხე დიდი მას არ ემუქრებოდა. წავიდა და მოიწყო იქ ცხოვრება მეტნაკლებად. სხვა შემთხვევაში ეგრე ვერ შეძლებდა, რომ მუშაობის უფლება მიიღო, ცხოვრების უფლება მიიღო და რაღაცა დახმარება მიიღო. ზოგი წავიდა. მე არავის არ ვასახელებ. მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ყოველ ჯერზე, როცა ისინი გადიან ქვეყანაში და შემოდიან, ეუბნებიან, რომ აი რო ჩახვალ დაგიჭერენ, რო ჩამოხვალ დაგიჭერთ, აფრთხილებენ. ის ადამიანები მაინც ჩამოდიან ამ ქვეყანაში, გადიან, შემოდიან და არიჭერენ. ანუ რეჟიმის თავარი ამოცანა არის, რომ ჩვენ დაგვაფრთხოს, შეგვაშინოს და გაგვაქციოს, იმიტომ რომ ჩვენი აქ ყოფნაც უკვე პრობლემას უქმნის. ფიზიკურად აღარ უნდათ რომ ვიყოთ და ხა ხوار დაგხოცავენ. ციხეშიც პრობლემა ვართ, იმიტომ რომ ამდენი პოლიტპატიმარი ლუკაშენკოსაც კი აწუხებს და პუტინსაც კი აწუხებს, ხო? არ უნდათ, არ არის ესე, რომ ფეხებზე გიდიათ ციხეში რამდენი ეყოლებათ, არ უნდათ ციხეში ზედმეტი პოლიტპატიმრები. ურჩევნიათ თუ ჩვენ გავიქცევით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჯერ ერთი მადლობა ყველა იმ პოლიტიკოს, ვინც ძალიან სწორად ხედავს ამ ამბავს და არ გარბის და დაუფასოთ ამ ადამიანებს და რაღაცა ნუ ვაკანინებთ და ნუ დავცინით, რომ რას მიდიოდი ციხეში რა არჩევანია ქვეყნიდან გაქცევა? მე არ მინდა ქვეყნიდან გაქცევა. შეიძლება ხვალ მეც აღმოჩნდე ციხეში, იმიტომ რომ ის რასაც მე ვაკეთებ ცხოვრებაში, ისიც კრიმინალიზებულია. ყველაფერი კრიმინალიზებულია უკვე ამ ქვეყანაში, ჟურნალისტიკაც კრიმინალიზებულია. ასე რომ მადლობა ამ ხალხს, ვინც არ გარბის და აქ რჩება. გაქცევით, აქ ვერაფერს ვერ გააკეთებ. აქ პროცესს ვერ გააკეთებ. იქიდან ჭკუის სწავლება აქ არავის არ ჭირდება. აქ რეალურად საქმე და ცვლილებები გასაკეთებელია ადგილზე. ზუსტად იმით, რომ არ გეშინია, არ გარბი ხარ, ხო და მოდი რა დავარქვათ ყველაფერს თავის სახელები, ცოტა კომპასები გავასწოროთ და კი ბატონო, ვუთანავცნობ ყველას, ვისაც შეუძლია წავიდეს, ვისაც არ შეუძლია ციხეში წასვლა, ის უნდა წავიდეს, მაგრამ ესე არ არის, რომ პოლიტიკოსებს ემუქრებათ ეს საფრთხე და ჩვენ არ გვემუქრება. ხვალ შეიძლება მე დამიჭირო და ნებისმიერი შეიძლება დაიჭირონ ხვალ და ფანტასტიკური გოგოები და ბიჭები, გარეთ კატები ჩხუბობენ, ფანტასტიკური გოგოები და ბიჭები შედან ციხეში, ხო? საერთოდ ზოგი აი ესე აღმოჩნდა გაუგებრად და მოულოდნელად, ხო? ციხეში. ასე რომ ამ თვალსაზრისით არ გვინდა დრამატიზება. და ვიცოდეთ ერთი რომ ნუ ეხმარებით ივანიშვილს ამ სცენარის განხორციელებაში, რომ უბრალოდ დაცალოს ეს ქვეყანა აქტიური ადამიანებისგან, ეს არის ჩვეულებრივი ბელორუსული სცენარი და მე ჩვენ ვისხდეთ გარეთ ვილაპარაკოთ, სვეცკად გარედან რომ ღმერთო ჩემო ეს რები ხდება, რაღაც თეორიები ვილაპარაკოთ და აქ ხალხი იყოს ჩაგორაში, უბედურებაში და მე რაღაცა VPN-ების რეკლამები გავაკეთოთ, ხო, ჩვენც როგორც რუსები აკეთებენ, რომ ხო, კი ვეღარ შემოდიხართ YouTube-ი კი შეანელეს სიჩქარე და კი აკრძალეს, მაგრამ აი VPN-ი, აი ამ VPN-ით ესე შემოდით და მიყურეთ YouTube-ზე. მანდაც მივალთ. და მოდი რა ცოტა პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენ სიტყვებზე, ჩვენს მოწოდებებზე. სეირის მაყურებელი არავინ არ არის. ყველა ადამიანი, ვინც ამ რეჟიმის წინააღმდეგ რამე ფორმით მაინც გამოხატავს შეურიგებლობას და პროტესტს, ყველა არის დაჭერის საფრთხის ქვეშ. და არ გვინდა ეს ხაზების გავლება, რომ პოლიტიკოსები, არაპოლიტიკოსები. ძალიან დიდი მადლობა იმ პოლიტიკოსებს, ვინც უბრალოდ არ გარბიან. ხო და აღარ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი და დასავლური ბოლოს ვიტყვი, რომ დასავლური სისტემა ეგრე მუშაობს, ისე არ მუშაობს კობახიძე რო გიყვებათ, რომ დღე და ღამეს ხედან იქ და ვაიმე აქ როგორ დავაყირაოთ ესენი. არა, ზედმეტ თავის ტკივილი არავის არ უნდა. საერთოდ არაპირებენ აქ, რომ აქ დარჩენილებს არაფერში არ ეხმარებიან. გაქცეულებს ეხმარებიან, იმიტომ რომ ესე მუშაობს ევროპული ბიუროკრატია, ესე არის აწყობილი სისტემა, რომ ნუ რაც აპრობირებული სცენარია, რაც იციან, რომ აი ბელორუსიდან მოუწიათ ახლა იმდენი ხალხის გაყვანა, აი ზოგჯერ ჩარევა და გაყვანა მოუწიათ, რომ ციხიდან გადაერჩინათ, ხო და ისინი ხელმძღვანელობენ აი რაღაცა ჰუმანური პრინციპებით, რომ როგორმე გაიყვანონ ეს ადამიანები და აი მათი იცოდეთ, არ დაუჯეროთ არავის, ვინც გეუბნებათ, რომ აი ახლა კაც უკებს აკაჩავებს deep state-ი, ევროკავშირი, რომ აქ რაღაცები მოაწყონ. არა, მათი მთავარი მეცადინეობა და მე არ ვთვლი, რომ ეს სწორია, არის რომ
აქედან გაიყვანონ ხალხი, დაეხმარონ გაქცევაში მოკლედ რა და ძალიან არასწორია ესეც ჩემი აზრით, იმედია შეიცვლება და აი დახმარება ისინი რომ ამბობენ რომ აი ხო ეხმარებიან NGO-ებსო და ჟურნალისტებსო თუ ვიღაცებს ხო ეხმარებიან, აბა სად არის ფული იქ არის, რო იცოდეთ, ვინც აქედან გარბის, მათ ეხმარებიან. კი, ნამდვილად ეხმარებიან, გაქცეულებს ეხმარებიან. ხო და დაგვანებეთ თავი მოკლედ ვისაც დარჩენა გვინდა რა, ანუ დაგვრჩავი ხართ თავზე, ვისაც გინდათ წადით. მადლობა ყურადღებისთვის.